მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
თავი მე-12 ნაწილი პირველი ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ სტალინის სიკვდილამდე ფაშისტური გერმანიის გამარჯვებიდან 80-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობამდე ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებამ და ამ გამარჯვების მთავარ მომპოვებლად ჩათვლილი ტრიუმფატორის გენერალ სიმუს იოსებ სტალინის მიერ ფაშიზმის დამმარცხებლად დიდი რუსი ხალხის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა კომუნისტური თანასწორუფლებიანობის ძმობისა და მეგობრობის ლოზუნგებით და ფიცი მტკიცებით შენიღბულ ველიკო რუსულ შოვინიზმს. თქვენს წინაშე ამის დამამტკიცებელი საბუთები ამიერკავკასიის ფრონტის კონტრდაზვერვის სმერშის სმერტ შპიონამ ხელმძღვანელის 1945 წლის 22 ივნისის მოხსენება საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს ამიერკავკასიის ფრონტის საჯარისო ნაწილების სარდლის მოადგილის თბილისის გარნიზონის უფროსის გენერალ ლეიტენანტის ხადეევის შოვინისტურ განკარგულებას პირველი მაისის თვეში ოფიცრების შეკრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გეგმის ნახვის დროს ხადეევმა თავდაპირველად ყველგან ამოშალა საქართველოს სახალხო არტისტის თამარ ჭავჭავაძის კონცერტი, მაგრამ უკვე შემდეგ, როცა ამ კონცერტის ორგანიზატორმა მაიორმა სერგეევმა ხელმეორედ მოახსენა თამარ ჭავჭავაძის კონცერტის აუცილებლობის შესახებ, ხადეევი იძულებული გახდა დათანხმებოდა. მეორე, ივნისში ოფიცერთა შეკრებისათვის დაგეგმილი იყო კონცერტი და შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტ ნატა ვაჩნაძესთან. ხადეევმა კატეგორიული ბრძანება გამოსცა არ გამართულიყო კონცერტი და ნატო ვაჩნაძესთან შეხვედრის ღონისძიებაც ამოშალა სიტყვებით სნოვა мне გრუზინი. მესამე, ხადეევს სერგეევისათვის უკითხავს მოусმინა თუ არა ამ ხანակ სტალინის გამოსვლას ფრონტის სარდლობის მიღებაზე და როდესაც დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო, იქვე დასძინა გაწვდით თარგმანს. ბოლოს და ბოლოს სწორად განსაზღვრეს რუსი ხალხის როლი. საჭიროა მეტად წარმოვადგინოთ რუსი აქტიორები. აი გამოჩნდა ზოია ფიოდოროვა და მოელაპარაკეთ გამოსვლაზე თანხმობის მოსაცემად. მეოთხე, ხადეევი რუსების გარდა საფინანსო საქმეებსაც არავის ანდობდა. ყველგან ჩანან იანზე დაბოლოებული გვარები. ხომ არიანი სერგეევი, სოტნიკოვა, ეგოროვა, ხოდა მხოლოდ მათ ვაძლევ ნებას მიიღონ ფული ანგარიშზე. მეხუთე, ამხანակ სერგეევს მე მომახსენეს რომ თქვენი შეხედულებებისამებრ არასაკმაო ანგარიშ გასაწევი მიზეზებით ათავისუფლებთ და არასაკმარისი შემოწმების გარეშე იღებთ მომსახურეებს საკრებულოს შტატში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გათავისუფლების ეს პრაქტიკა და ჩემს დაბრუნებამდე შეაჩერეთ მიღება. თუ არის ჩემთან შეუთანხმებლად გაცემული ბრძანებები, გააუქმეთ ისინი. ელექტრომონტიორისა და კომენდანტის თანამდებობისათვის ახალი კანდიდატები შეარჩიეთ ომის მონაწილე, შეიძლება ინვალიდი რუსებისაგან. შერჩევა ჩაატარეთ ქალაქის სამხედრო კომისარიატის მეშვეობით. გენერალ ლეიტენანტი ხადეევი 5 ივნისი 1945 წელი. A Stein kann wachsen und regen. Liebe kann brennen, innet auf Herren. A Herz kann bänken, weinen und trären. Dumbala, 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 laika. Dumbala, 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 la. Spiel balalaika, dumbala, laika. Spiel balalaika, dumbala, la. Dumbala, laika, dumbala.
რუსი ხალხის ასეთი განდიდების მიუხედავად თვით რუსეთში ბევრი იყო მათი იმპერიის ამშენებელ განმამტკიცებელი, წარმოშობით ქართველი დიქტატორის რუსი დიქტატორით შეცვლის მოსურნე. სტალინის შემდეგ საქართველოსათვის ბიჭებო სწორდით. ტარიელ ჭანტურია. სტალინის გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკურ ამინდში ერთგვარად კი დათბა, მაგრამ წარმოშობით ქართველი ბელადის სიძულვილის მთელ საქართველოზე გადმოტანამ საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერის ნიკიტა ხრუშოვის ავიზრახვების სინამდვილედ ქცევის საშიშროების წინაშე დაგვაყენა. ხრუშოვის განზრახვაზე ქართველები გადაესახლებინა ინტერვიუში საქართველოს უშიშროების თანამშრომელმა გიგი სვანიძემ ასე თქვა: ასეთი ინფორმაცია იყო, მაგრამ სატვირთო მანქანები არ შემოსულან. ამ ახალ ლიდერს და მის თანამოაზრეებს მიაჩნდათ, რომ სტალინი ქართველებს იცავდა და იფარავდა, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, საქმე პირიქით იყო. აი ეს ყველაფერი გალაქტიონ ტაბიძემ როგორ დაგვისურათ ხატა. ტრფობა სამშობლოსადმი გულში ვინ ამოშლიდა, რომ არა ჩანს ქართველი ნეტა ვინ ამოჟლიტა. სისხლის ზღვარი ამდენი ნეტა ვინ დააყენა, ჭირი სხვადასხვაგვარი კარზე ვინ მოგვაყენა. არა მათი ცხედრებით ნეტა ვინ გადაფარა, ვინ წაართვა სამარე, ბნელს ვინ გადააბარა. რატომ რისთვის მითხარი, აქ ვინ რა დააშავა, ზეცა რამ გააშავა. წინ მიმქროლი მერანი ამ გზას ვინ შეაყენა და აქამდე ნათელი დიდი გზა ვინ გახინა. ვინ სად გადაასახლეს, სიბნელევ რა დაგარქვა, 900 იქით ეს ხალხი ნეტა ვინ გადაჰკარგა. კაცი ვისაც სიმტკიცით ვერავინ გადახრიდა, ვინ რომელი იუდა კაცის ხელმა დახრიტა. წყლული ვით მოშუშდება საამომოშუშებით, წერლობა ოჯახები აივსო ჯაშუშებით. წერლობა ოჯახები აივსო ჯაშუშებით. ვინ არის რომ ამდენი სისხლი რომ დააქცია, ვინ არის რომ ედემი უდაბნოთ რომ აქცია. სტალინია სამშობლო სისხლის ფერად მოხატა, სტალინია ქართველ ერს სული რომ ამოხადა. სტალინია ქართველ ერს სული რომ ამოხადა. ზემოხსენებულ შიშს ისაძლიერებდა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი ერებისა და ხალხების მიმართ ასეთი მოპყრობა მათ გარუსებაზე მეოცნებე რუსული სახელმწიფოს ხელმძღვანელებისათვის, იმავე სტალინისთვის უცხო არ იყო, ხოლო ხრუშოვი ამ ასიმილაცია გარუსებაში სულ სწრაფობას რომ იჩენდა, მისი დამქაშებისა და ლაქიების წამოწყებულ ყველასა და ყველაფერში, მათ შორის მწერლობაში, რუსულ ენაზე გადასვლის დაჩქარების კომპანიას ეგრეთ წოდებული აგაევშჩინას რომ აქეზებდა, ეს საქვეყნოდაა ცნობილი. აგაევშჩინაც ისევე როგორც 30-იან წლებში რუსული ენისა და ლიტერატურის გაბატონების გზის გასახსნელად საბჭოთა კავშირის სხვა ერების ლიტერატურათა მიჩქმალვის, მოგვიანებით კი კონსტიტუციიდან ქართულისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის ცდას პირველმა ჩვენმა ახალგაზრდებმა, ინტელიგენციამ, მწერლებმა დაახევინეს უკან. შემდეგ რომ სხვებმაც მხარი დაგვიჭირეს და მადლობას გვიხდიდნენ. თქვენი თაოსნობა რომ არა, ჩვენი საქმეც გაფუჭდებოდაო. აგევშჩინის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ რიგებში იდგნენ. ეს შემდეგ იყო იმ საუკუნეში,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისას და მერმეც ამ საუკუნეშიც რომ წავხდით, გამოუცდელმა თავებმა იმძლავრეს და ბევრი საქმე უკუღმა წაიყვანეს. ძველმა ტკივილებმა, აგრეთვე ზემოხსენებულმა მიზეზებმა და ბოლოს ხრუშჩოვის მონდომებამ მსოფლიოსათვის ეჩვენებინა საბჭოთა კავშირში დემოკრატიას ვამყარებო და ამის დასამტკიცებლად პოლიტიკური რეპრესიების შერბილებამ, კომუნისტური რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობის, დისიდენტობის მძლავრი მოძრაობა გამოიწვია. ამის მაგალითი იყო სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავზე 1956 წლის 9 მარტს თბილისში ქართველი ერის არსებობისა და ღირსების დასაცავად გამართული საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში არნახული მრავალრიცხოვანი მანიფესტაციები და დემონსტრაციები. ამ მოძრაობაში მაშინაც და შემდგომ წლებშიც ჩაბმული იყო მრავალი ქართველი, საქართველოს ბევრი ქალაქი. ყველაფერ ამის შესახებ ცნობები შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოება მემორიალის საარქივო კომისიაში. ხელმძღვანელი გურამ სოსელია. აქ კი დისიდენტთა ვრცელი სიიდან წარმოგიდგენთ ზოგიერთებს, ვისაც როგორც პოლიტიკურ პატიმრებს სასჯელს ჩეკას ციხეებსა და კაცრი რეჟიმების ბანაკებში ახდევინებდნენ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდნენ. ამირან აფციაური, გივი ბარამიძე, გიორგი ბატიაშვილი, ეკატერინე ბებია, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, იური ბიბილეიშვილი, ზვიად გამსახურდია, გურამ გოგბაიძე, სულიკო გოგია, ზურაბ გრიგალაშვილი, თენგიზ გუდავა, გრიგოლ დვალი, ენრიკო თვალაძე, ავთანდილ იმნაძე, ნანა კაკაბაძე, ედემ კვირტია, მერაბ კოსტავა, ივანე კუხიანიძე, ზაქარია ლაშქარაშვილი, გურამ მაკალათია, პეტრე მეუნარგია, სანდრო მირიანაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, ამბერკი პაიჭაძე, ვაჟა ჟღენტი, ვიქტორ ცხილაძე, ნიკოლოს სამხარაძე, ჰამლეთ სანაია, გიორგი სარალიძე, კუკური სორდია, ვალენტინა ფაილოძე, ნიკოლოს ფარცხვანია, იროდი ფაჩულია, გიორგი ფიცხელაური, ზურა ფიცხელაური, ზაურ ქობალია, ინდიკო ქობალია, ტარიელ ღვინიაშვილი, მიხეილ ყიფიანი, ლუიზა შაკიაშვილი, ვახტანგ შონია, ვალტერ შურღაია, თამარ ჩხეიძე, ზურაბ ცინცაძე, ვახტანგ ძაბირაძე, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია, თეიმურას ჭანტურიშვილი, ვახტანგ ჭითავა. აქ ნახსენებმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ინტერესების დაცვაში თავისი წვლილი მოწაფეობიდანვე შეიტანა. როცა ის და მისი ჯგუფი, ასევე მოსწავლეები, მერაბ კოსტავა, ვლადიმერ ვოვა სიხარულიძე, გურამ სხირტლაძე, გურამ დოჩანაშვილი, თამაზ გუნჯია, ანატოლი მიქაძე, ჯონდო მეტრეველი და თემურ ცერცვაძე 1956 წლის მარტს დამოუკიდებლობის მომთხოვნი პროკლამაციით გამოეხმაურა. უშიშროება ენერგიასა და გამომგონებლობას შემდეგ წლებშიც არ აკლებდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დევნას. ერთი ასეთი მაგალითი იყო საქართველოს მწერალთა კავშირიდან მისი გარიცხვა. ახლა სწორედ ამ აქციის სტენოგრამას გაეცნობით. სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა 1977 წლის 1 აპრილი. თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე. თავმჯდომარე, ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც ალბათ ეს დღეები ყველა თქვენგანი ფიქრობს. თქვენ ყველა გაეცანით ჩვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის,
ზვიად გამსახურდიას გარშემო. ჩვენ ყველანი ბევრის მომსწრენი ვართ, ბევრის მნახველნი, მაგრამ დიდი ხანია ასეთი უსიამოვნო შემთხვევა არ გქონია, მას შემდეგ რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეყანაში, მას შემდეგ რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას. მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ყოფილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი მწერალი ჩვენი დროის, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე. დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი მთვარის მოტაცება, მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელიც. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს. თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას, დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგმართა რესპუბლიკის პროკურატურამ სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ. ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრები გაეცნენ ამას. როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოღვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე. თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენი სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი და თუ კაცი იბრძვის ამის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ჩვენი ორგანიზაციის გარეშე. ალბათ ის თვითონ არ თვლის თავის თავს კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან. ერთი გახლავთ საქართველოს მოამბეში გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგებმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ მოამბეში. მეორე რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლა კელიძის გარდაცვალების გამო გამოქვეყნებული მასალა, სადაც ქება დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა. აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოусმინოთ ზვიაც, როგორ გაიმართლებს თავს. ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოვიდა ხელმძღვანელობაში. კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას და
კიდე უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა. ზვიად გამსახურდია. რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება? თავმჯდომარე, პრესისა და პროკურატურის მასალით. ზვიად გამსახურდია. იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ? თავმჯდომარე, გამომიგზავნა ეს მასალა. პროკურატურა თვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება. რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში საქართველოს მოამბეში. ზვიად გამსახურდია, ის მთვლის მე რედაქტორად. მე ხომ ხელს არ ვაწერ, მე არა ვარ რედაქტორი. თავმჯდომარე, მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია. ზვიად გამსახურდია, გაზეთში ყველაფერი სიმართლეა? თავმჯდომარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა. ზვიად, არავის არ აინტერესებს თქვენი ლანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო გამოთქვით აზრი. ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ? ნოდარ დუმბაძე, ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ საქართველოს მოამბეში. კიდევ გავეცანით ჟურნალის წყებას, რომელსაც ოქროს საწმისი ჰქვია. პირველად მე, როდესაც წავიკითხე ოქროს საწმისი, ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენ ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ. როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრაფიაში წერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ ამ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს. მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის, ეს მიუღებელია. თავმჯდომარე, გიორგი ციციშვილი, მე ჩემი მეგობრებისათვის არ მithქვამს. საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ ეჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა. მე ვნახე ხალხი დახოცილი დუშეგუბკებში, მანქანებით დატვირთული რომ გამოჰყავდათ. მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩვენთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება. მე საშინლად ამაღელვა იმან მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად. მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში. მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მოჰქონდათ ასეთი პროკლამაციები. ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ იმ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა, იმიტომ რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს.
ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვიძებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამის რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით და ამას ასეთი ავტორიტეტული ორგანო წერს და ამტკიცებს, როგორიც არის პროკურატურა. ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა. თმები ყალყზე დაგვიდგა. განსაკუთრებით ეს პროკლამაცია წარმოუდგენელია. 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს. მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან. ყველამ ვიცით, რომ ეს ამასთან არის დაკავშირებული. მე მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი. თავმჯდომარე იოსებ ნონეშვილი, მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ. იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია, რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია. მე მიჭირს, რომ ამას ვლაპარაკობ. როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის რაც დღეს ლიტერატურულ საქართველოშია დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ლიტერატურულ საქართველოშია დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც. შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ეს არ არის ამ საქმეში. ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ მას ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია. არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც პროკლამაციის შედგენაში. მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია, მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს საბჭოთა პოზიციაზე. ამიტომ მე როგორც სხვებმა ბრძანეს მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს. თავმჯდომარე მორის ფოცხიშვილი, შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა, ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ და თუ კი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი. თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი. თავმჯდომარე კარლო კალაძე, მე მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის. ახლა დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ. ძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა.
არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში, როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით. რასაკვირველია, მე ვეკითხები იმ ამხანაგებს, რომლებმაც ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიღეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა. ახლა ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმად გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, წერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე და უნდა ვიცოდე ისიც, რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად ჩვენ თვალწინ არის და ამისაც მჯერა. რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით, ჩვენ იმიტომ რომ მწერალთა კავშირის ხმა ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. და რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწყისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ. რაც წავიკითხე, რაც ზვიაც უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ. და არასოდეს არ გქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე 1000-ჯერ შევხვედრი ვარ და ჩვენ არ გქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა. აფეთქებული ხასიათის კაცია. ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება. ეს სცილდება ყოველგვარ საკითხს. ეს არის სამშობლოს საკითხი. ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი. ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი. რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა, თავის მაგივრად. ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არის სურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს და ის ამას შეურიგდა. მე მგონია ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი. თავმჯდომარე, კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი? ალექსი გომიაშვილი. ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა. ის არის მწერალთა კავშირის წევრი. თქვენ განაცხადეთ, რომ ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არ ახართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი, როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა და ამის შესახებ, რაც გაზეთებში იყო გამოქვეყნებული და იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ, რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ? ზვიად გამსახურდია. მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისათვის, რაც ჩემი არ არის. უმთავრესად ფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომელიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის.
მე არ ვაწერ ხელს, მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს არ ვიზიარებ. ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის ამ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. ალექსი გომიაშვილი, მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება. ჩვენი ვალდებულება ამ მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას. ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის, ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს. თავმჯდომარე, ვის სურს გამოთქვას აზრი, ვანო თარბა. მე უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მე მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი, ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში. ჩემ სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში ვარ. ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც. არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შვაშია, ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი. იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა. თავმჯდომარე, გიორგი ნატროშვილი, ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანი საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გამოცემები, ეს მასალა, ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება უერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს. თავმჯდომარე, ელგუჯა მაღრაძე, ამხანაგებმა თქვენ უკვე გარკვევით გითხრეს. ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ხატი მამული შვილობის, კაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი. ყველა იმის, რომელმაც მე ასე მიმაჩნია, ქართველ ერს შეუქმნა სიტყვა კაზმული მწერლობა. შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია. ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა. მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხაობისა, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით. და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ ხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მიუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ჩვენს ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის. ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ეს არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ მას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით, ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა. ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია. თავმჯდომარე, ხუტა ბერულავა,
წერალთა კავშირი ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედება შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან. მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას, რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა. გვითხრას ვისია და თუ კი ეს ასეა, ერთხელ და კიდევ შევეცადოთ, იქნებ აღმოვაჩინოთ. თავმჯდომარე, ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი მოგახსენებთ. ის რაც პრესაში დაბეჭდილი და აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდა ამის გამოგონება და შეთხსვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიად შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის რაც არის დამტკიცებულია და ამას ნუ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთები კომუნისტი, თბილისი, ახალგაზრდა კომუნისტი, ლიტერატურული გაზეთი ტყუილს წერდეს. ხუტა ბერულავა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ გვინდა მივცეთ უფლება სული აემღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება. მე ვუერთდები ამხანაგების აზრს. საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს. თავმჯდომარე, კიდევ ვახტანგ ჭელიძე, ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი, იმიტომ რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი იმის შემდეგ, რა საბუთსაც ჩვენ გავეცანით. იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას. წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და უერთდები საერთო აზრს ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში. თავმჯდომარე, სერგი ჭილაია. მე სხვა მასალას არ ვიცნობ. რაც გაზეთშია, იმასაც ვიცნობ და მე მიმაჩნია საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს შეუძლებელია. ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლება ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა. ასე აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად. დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო. მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ. იყოს თუ არა ის ჩვენ რიგებში, დიდად ტკივა გული. მიმძიმს ამის წარმოდგენა, იმიტომ რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი მოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული. ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა, თუ ეს ასეა, მორის ფოცხიშვილზეა საუბარი და როგორღაც ეჭქვეშ დააყენა საკითხი. მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს თუ ეს ასეა.
ეს ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ, რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა. უპასუხეთ ბოლომდე. ჩვენ რომ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას უერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ, თუ ეს ასეა და სხვა ამ კითხვებზე პასუხი იყოს. მორის ფოცხიშვილი. ბატონო სერგო, ზვიადმა რომ თქვას, მე ხელს არ ვაწერ, მე არა ვარ ავტორი. ამან დაბადა ეს აზრი. ისე თქვენ თუ არ წაგიკითხავთ, მასალა აქ არის და წაიკითხეთ. თავმჯდომარე, კიდევ რევაზ მარგიანი. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართულ საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს. არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა. თავმჯდომარე, ირაკლი ხომ არ იტყოდით რამეს? ირაკლი აბაშიძე. რამდენი ხანია რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში. ზვიად გამსახურდია 1966 წლიდან. თავმჯდომარე, 1968 წლიდან. აქ არის მასალა ზვიად. ირაკლი აბაშიძე. 1968 წლიდან. მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ.